ეს რამდენიმე თვის წინ იყო, დღეს კი ციფრების შეჯამებისას დასტურდება, რომ იაფე აგროსესხების მეტი წილი აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად მეღვინეებს აქვთ მიღებული და ბევრი სხვა მიმართულება მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი. მთავრობაც იძულებულია ახალი პროგრამა დაიწყოს მათთვის, ვინც დახმარების გარეშე იყო დარჩენილი. შალო ფიფია სოფლის მეურნეობის მინისტრი გვერდება ახლა დეტალები თავისი სამუშაო ოთახიდან. მოგესალმებით ბატონო შალვა. უთოთ ძალიან კარგია, როდესაც მთავრობა აცნობიერებს და აღიარებს, რომ რაღაცა მისი არ იმუშავა, როგორც იყო ეს გათვალისწინებული და დაგეგმილი ნაფიქრი. იმიტომ რომ აქედან უკვე ერთი ნაბიჯია იქამდე რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში პრობლემა მიიჩქმალება. თქვენ ადასტურებთ თუ არა, რომ მართლაც პრობლემა წარმოიქმნა იმ სახით, რომ არათანაბრად განაწილდა ის სამთავრობო დახმარების სურვილი მთლიანად აგროსფეროში. და მართლაც ცალკეული რეგიონები დარჩა თქვათ აი დაფინანსების და მხარდაჭერის გარეშე, რის გამოც საჭიროა ახალი პროგრამის წამოწყება და შემდეგ ამ პროგრამაზეც ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო აკაკი, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მე უსმენდი თქვენს სიუჟეტს და ერთი რამ მინდა აღვნიშნო, უბრალოდ არასწორია ის განცხადება, თითქოს ხოლმე მეღვინეები არიან ლიდერი სექტორი, რომელსაც მიიღო საკრედიტო პროექტის ფარგლებში ხელშეწყობა. მე მეცას გეტყვით, მეორე და მესამე კომპონენტის ფარგლებში გასაგებად მეტი მესაქონლეობის მიმართულებით, როგორც მერძეული, ასევე მეხორცული მიმართულებით, თანამედროვე ტიპის ფერმერები, ასევე რძის გადამამუშავებელი საწარმოები დაფინანსებული, ვიდრე ღვინის საწარმოები. რომ ეს ლინკი არ არის სწორი. მე მესმის ეს საიდან მოდის თავისთავად ჩვენ ახალ პროგრამაში, რომელიც არის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ძირითადად ეხება იმ რაიონებს, სადაც ეკონომიკური აქტივობა არის უფრო დაბალი, ძირითადად დასავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს რაიონებია მოხვედრილი. თავისთავად ეს აქედან მოდის, თუმცა მე შემიძლია აგიხსნათ თუ რატომ მოხდა ასე და რა იყო მიზეზი ამ პროგრამის რაიონების მიხედვით ასე დაშლისა. ეს პროგრამა, რომელიც არის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ანონსი ჩვენ გავაკეთეთ ახლა 2 თვის წინ, პირველ თებერვალს დაიწყო განაცხადების მიღება, მოიაზრებს საქართველოს მთელ რაიონებში, დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსებას შემდეგი სქემით, ეს არის საერთო თანამონაწილეობა, შეღავათიანი გზელვადიანი სესხი და გრანტი 40%-ის ოდენობით. სადაც როგორ შემთხვევაში თუ არა თქვათ მთავრობის სურვილისა და აქცენტირებისა, ბანკს შეიძლება ჩაეთვალა სარისკოდ მისთვის ყოველ შემთხვევაში იქ დაფინანსება წარმოების, იმიტომ რომ იქ არ არის განვითარებული წარმოება ახლა ამ დროისთვის და არის ეკონომიკურად ჩამორჩენილი, როგორც ფენებძანებთ არა? მე მოგახსენებთ როგორ მოხდა შერჩევა ამ რაიონების, აქ არის შედარებით დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონები. ანუ ჩვენ მოგეხსენებათ, რომ შეღავათიანი აგროერნის პროექტი მიმდინარეობს დაახლოებით 1 წელია, ცოტა ნაკლები. ამ პერიოდში 295 მილიონ ლარზე მეტი გაიცა 10,000-ზე მეტ ცესხებელზე, ყველა კომპონენტში ერთად. ჩვენისათვის ეს არის საკმაოდ კარგი შედეგი. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ ეს არის ყველა მიმართულები, მათ შორის ყველაზე მეტი სესხი გაცემული არის მესაქონლეობის მიმართულებით, როგორც მეხორცული, ასევე მერძეული მიმართულებით. არის მეღვინეობაში, საცხოვრების წარმოებაში, მარცვლეული შესანახი და საშრობი. მაშინ რატომ გახდა საჭირო ამ მოდიფიცირებული პროგრამის წამოწყება ახლა? დიახ. და რით იქნება განსხვავებული ახლა? მოგახსენებთ. ჩვენ ჩავატარეთ ანალიზი მთელი საკრედიტო პორტფელისა, დაახლოებით 2-3 თვის წინ. და ვნახეთ, რომ სესხების დიდი ნაწილი დაცემული არის აღმოსავლეთ საქართველოში. ეს არის კახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. აქ დიდ ნაწილს მე გულისხმობ დაახლოებით 70%-ს, ხოლო დანარჩენ რაიონების დონეზე მოხდა ანალიზის ჩატარება. ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ ერთსულ მოსახლეზე, რაიონში მცხოვრებ ერთსულ მოსახლეზე გაცემული სესხის ოდენობის მიხედვით და იდენტიფიცირებული იქნა ის 40 რაიონი, სადაც ყველაზე დაბალი იყო აქტივობა. ანუ ეს რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული რესურსისა, მეწარმეები არ იყვნენ მზად მხოლოდ საკუთარი კაპიტალური რისკით გაეხორციელებათ ინვესტიციები. სწორედ ამის გამო ამ რაიონებში ჩვენ გამოვიდით ახალი ინიციატივი და გამოვაცხადეთ ახალი პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთი, რომ ამ პროექტების კაპიტალის რისკის 40%-ს სახელმწიფო გადაიხდის, ანუ 40% იქნება გრანტის თანადაფინანსება პროექტის საერთო ღირებულებისა, 50% იქნება გზელვადიანი შეღავათიანი სესხი
და ამისთვის მეშვიდე კომპონენტი დაემატა შეღავათინე აურედის პროგრამას, ხოლო 10% იქნება მცესხებლის საკუთარი თანამონაწილეობა. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროექტის პარალელში ჩვენ გვაქვს ტექნიკური დახმარებაც, რაც ნიშნავს, რომ ქართული საკონსულტაციო კომპანიები ჩაერთვებიან ამაში და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიცემს საშუალებას ამ ფერმერებს, რომ მეწარმეებს, რომ მათ მიიღონ ტექნიკური დახმარება, იგივე ფინანსური მოდელების მომზადებაში, ბიზნესის გლობალურ დაეგმაში და ამ შემდეგ. მიზანი არის სწორედ ის, რომ გეოგრაფიული დივერსიფიცირება ჩვენს მიერ დაფინანსებული პროექტებისა იყოს მეტნაკლებად თანაბარი და იმ რაიონებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალია, ვიდრე სხვა რაიონებში და ეს ლოგიკურია და ჩვეულებრივია, ანუ სრულად ლოგიკურია. მიიღონ ფინანსური რესურსი, რომ განვითარდნენ და აღმოფხვრან ის ჩამორჩენა, რაზეც არის საუბარი. და აქვე ვკითხავთ, რომ იქნება თუ არა ერთ-ერთი მოთხოვნა, ვთქვათ, ის მიმართავს ამ თქვა დაფინანსებას ის რომ თქვა შექმნან კოოპერატივი, იმიტომ რომ მეორე პრიორიტეტად მთავრობის ასევე დასახლდა კოოპერაცია. თუ ეს იქნება ასე ვთქვათ ბონუსი, ასე ვთქვათ შეფასებისას. დიახ, მადლობა შეკითხვაზე, ძალიან კარგი შეკითხვაა. მოთხოვნის დონეზე ეს თავისთავად არ იქნება, ანუ არ იქნება აუცილებელი და სავალდებულო რომ ეს იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, თუმცა ჩვენ წავახალისებთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ ასეთ პროექტში ამ პროექტში მონაწილეობას და მათ მიერ ამ დაფინანსების პროექტის ფარგლებში შესაძლოა მიღებას. რადგანაც სწორედაც გრძელვადიან პერსპექტივაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება არის ის გზა, რომელიც ჩვენი ხედვით არის აუცილებელი სოფლის მეურნეობის. და პრაქტიკული კითხვა, სად ვის მიმართონ და როდიდან ფერმერებმა აი ამ რეგიონებში და ეს რეგიონებიც იქნებ ჩამოთვალოთ, ალბათ ამ გზელისია არის. ეს არის 40 რაიონი მთელი ქვეყნის დასავლეთით, ხო? კიდევ და კიდევ ეს რეგიონულ დონეზე არ ყოფილა, ეს ანალიზი ჩატარდა რაიონების დონეზე და რაიონების ჩამონათვალი არსებობს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე არის სრული ინფორმაცია apma.gz-ზე არის სრული ინფორმაცია, ასევე ამ ვებგვერდიდან არის შესაძლებელი განაცხადების შევსება და მონაწილეობის მიღება პროექტში. შესაბამისად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდიდან არის შესაძლებელი ლინკით გადავიდნენ. თუმცა ვისაც ინტერნეტი არ აქვს, იმას ალბათ იქნება რაღაც სხვა ალტერნატიული გზაც, ხო, საშუალებაც. რა თქმა უნდა, მათთვის შესაძლებელია რომ დაუკავშირდნენ ჩვენს ცხელხას ან მივიდნენ პირდაპირ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, სადაც ისინი მიიღებენ კვალიფიციური დახმარება. კეთილი, დიდი მადლობა. ჩვენ მივადევნეთ თვალყურს, როგორ განვითარდება მნიშვნელოვანი კომპონენტი